ხარეს აღარ აპირებდა პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილი თავადაც განაცხადა, რომ ის ფაქტობრივად სანქციების ქვეშ არის, ასე რომ აქ არავის არაფერს არ ეშინია. ჩვენი მთავარი სიძლიერე ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დაფუძნებული გუნდის მთავარი სიძლიერე ყოველთვის იყო სიმართლე. ჩვენ ყოველთვის გავართ სიმართლის ხარეს და ეს სიმართლე საბოლოო ჯამში ყოველთვის იმარჯვებს. ჩვენ 2 წლის წინ ნახეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უსამართლო გადაწყვეტილება როგორ იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ დაემხოთ ხელისუფლება, გახსოვთ აქ აქციები რომ მოაწყოს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და წალეკვით ებუქრებოდნენ ამ ქვეყანას. გავიდა დრო, სიმართლემ თავისი გზა ნახა და საქართველოს ამ სიმართლით გაიმარჯვეს. სწორედ ამ სიმართლით გავიმარჯვეთ წელსაც. ანუ შალვა 2020 წლიდან 2023 წლამდე მთავრობის არც ერთი განკარგულება არ არის საჯარო. არა და კანონმდებლობის პირდაპირ წერია, რომ ეს განკარგულებები უნდა გასაჯაროდეს მიღებიდან სამდროში, რატომ არ? ვერ გეტყვით ეს მთავრობასთან უნდა გარკვევთ. პრემიერის მრჩევლობაც გითხავთ, არ ვიცით მის შესახებ ინფორმაცია, არ ვიცით ვინ არის ეს ინფორმაცია მაინც რატომ ეს ყველაფერი მთავრობის ამ კითხვის ადრესატი არის მთავრობა. ბატონ შალვა, როდი შეიქმნება სამუშაო ჯგუფები? სხვათა შორის საინტერესოა, რომ წლევანდელი წელი 2 მიმართულებით ოპოზიციამ დასვა მთავარი აქცენტები და ვფიქრობ, რომ ნიშანდობლივია და ყველას მოუწოდებ, რომ გააკვირდნენ ამ საკითხს. პირველი, ჩვენ ვნახეთ ხელახლა ოპოზიციისგან ისტერია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. გახსოვთ ხომ, ეს ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ სამუშაო ჯგუფებში დროის დახარჯვას არ აპირებს და ყავის დასალევად არავისთან დაждდომას არ აპირებს, ახლა ისტერია აქვს გამართული იმაზე, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნას. მე ას მახსენებს ზუსტად იგივე ჯგუფები, იგივე მედია ჯგუფები, იგივე არასამთავრობო ჯგუფები, იგივე პარტიული ჯგუფები კოვიდის დროს როგორ იქცეოდნენ. დაიხურებოდა ქვეყანა, გახსენი იყო, გაიხსნებოდა, დახურე. ეს ისტერია, ამ ისტერიის ერთადერთი მიზანი არის, რომ საზოგადოება მუდმივად ყავდეთ ღელვარების და შფოთვის მდგომარეობაში, ნერვებზე იყოს ასე ვთქვა მთელი საზოგადოება. ამიტომ რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებს და შემდეგ ნაბიჯებს, ჩვენ სამოქმედო გეგმა გასაჯაროებული არის. ზუსტად მივყვებით ამ სამოქმედო გეგმას, რა თქმა უნდა, იქნება სამუშაო ფორმატები, რა თქმა უნდა, ოპოზიციას თუ აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს ხელისუფლებას, მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. წამყვანი ძალა, რა თქმა უნდა, ამ პროცესში არის საქართველოს ხელისუფლება და აჩვენა გამოცდილება ამის, რომ ხელისუფლება ამ ხრივ არის წარმატებული, წინდახედული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი. ჩვენ წინა წელი დავხურეთ ისე, რომ ერთი მისხალი ქვეყნის ინტერესის არ დაგვიდია სასწორზე და ისე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ, თქვენ მოწოდებები იგივე ოპოზიცია, რომელიც ასე ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსის წინაპირობა არის რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ხომ გახსოვთ ეს? არ დაწესდა სანქციები, ვინაიდან ეს არ არის ქართველი ერის ინტერესში, ვინაიდან ეს გულისხმობს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირების რისკს რუსეთთან და ეს გულისხმობს პირდაპირ ეკონომიკურ კოლაპს საქართველოსთვის. აი ამისკენ მოგვიწოდებდნენ, ომისკენ მოგვიწოდებდა ოპოზიცია და ეკონომიკური კოლაფსისკენ. საქართველოს ეს ნაბიჯი არ გადადგა და რა თქმა უნდა, რასაც ვამბობდი ჩვენ მაშინ, რომ ევროკავშირი არ აყენებს საქართველოს ამ დილემის და არჩევანის წინაშე და ნახეთ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ ისე, რომ ეს მოწოდებები, რეზოლუციები რომ შემოქმნათ სანქციების დაწესებაზე, ამის გარეშე მივიღეთ და მეორე აქცენტი, რაც ნიშანდობლივია, დღესაც კიდევ უსმენდი მე რეაქციებს. ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ უკვე კაფიოდ დაიკავა არა მხოლოდ ანტიქართული ნიშა, არამედ ანტიეკლესიური ნიშა. დღეს რასაც მე უსმენდი ოპოზიციის კომენტარებს, მათ შორის მამუკა ხაზარაძის ტელევიზიის მიერ რეპორტაჟებს და დავით კეზერაშვილის ტელევიზიის რეპორტაჟებს, სადაც ხალხი, რომელიც სხვა დროს სეკულარიზმზე საუბრობს, დღეს პატრიარქის ეპისტოლეს არჩევდნენ ღვთისმსახურება შეჩერებული ადამიანის კომენტარებით და პარტიული ექსპერტების კომენტარებით. აი ეს არის პირდაპირ ბრძოლა ეკლესიასთან და ჩანს პირდაპირ, რომ ლელო ამ შემთხვევაში პოზიციონირდა როგორც პარტია მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, რომელიც პირდაპირ ებრძვის ეკლესიას და არ მხოლოდ ეკლესიას, ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირ ებრძვიან პატრიარქს. მის ეპისტოლეს ღვთისმსახურება შეჩერებულ ადამიანებს არჩევინებენ და პარტიულ ექსპერტებს არჩევინებენ. ასე რომ
უკვე ვფიქრობ, კაფეო აქცენტები დაისვა პირველივე დღეებში ამ წლის. ოპოზიცია არის ანტიეროვნული დაჯგუფება და არის ანტიეკლესიური დაჯგუფება. შესაბამისად, წლის ბოლოს ოქტომბერში, როცა იქნება არჩევნები, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ექნება ერთის მხრივ ქართულ ოცნებას შორის, რომელიც გამოდის ეროვნული ინტერესებიდან, რომელიც გამოდის ეყრდნობა საქართველოს ისტორიას, მის სულიერების ისტორიას და მეორეს მხრივ ოპოზიცია, რომელიც არის ანტიქართული და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და რომელიც არის საქართველოს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ მოქმედი. ბატონ შალვა. რა ერთობებს ელოდებით წინასაარჩევნო? გინდა ვინ შეიძლება გაერთიანდეს ოპოზიციიდან, მაგათო ნიკა მელია გააქტიურდა ცალკე პარტიით. ხება შეძლებს ოპოზიცია. ქართული ოცნების გამარჯვება გარდაუვალია. ეს უკვე ოპოზიციის არჩევანია. მათ უნდა დამარცხნენ ერთიანად თუ ცალ-ცალკე. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს მხოლოდ არითმეტიკა არის ჩვენთვის. ქართული ოცნება გაიმარჯვებს. გინდა ეს უკვე ოპოზიციის არჩევანია, ისინი ერთგუნდათ უნდათ რომ დამარცხნენ, თუ სხვადასხვა ჯგუფებად უნდათ რომ დამარცხდნენ. მადლობა დიდი.